ასეთი რუბრიკა გვაქვს, ღვინის შესახებ გვაქვს რუბრიკა. ღვინოსთან როგორ ხარ? ღვინოსთან სალამ ოპერაციას გავიკეთებდი, ძალიან კარგად ვიყავი რა. მაგრამ 4 წელი აგვი ოპერაცია გავიკეთე და უკვე ძალიან შეზღუდული ვარ. თუმცა მაინც მეგობრობა შემორჩა. მეგობრობა შეიძლება, მეგობრობა. ხო და აი რადგან მეგობრობა შემორჩა ჩვენი თან ისეთი ღვინოა რა, ამას რო ეძახიან ხო? საფერავი დუბლაძების ღვინის კომპანიისგან. ამას ჩემ ბარში რა ქვია რა. კი ბატონო, აი აგერდა და არაჩვეულებრივი ღვინოა. ქართული ხასიათის მრავალფეროვანი. აი აქ იდგას. საპატიო ადგილს დაიკავეს ბატონო. დიდი მადლობა. ბარში. ეს ბარში დაიკავებს და ღვინის შესახებ გვაქვს რამდენიმე საინტერესო ამბავი. რომელსაც ასე ღვინო კარგი რა, ღვინო მაგალითად კარგია, ესე იგი. არაყი არ შეიძლება ჩემთვის. კონიაკი არ შეიძლება, არც ვისკი არ შეიძლება, არც პივა არ შეიძლება, მარტო შეიძლება 2-3 ჯიკა ექიმებმა მომცენ ეხარნებართო, რომ შეიძლება 2 ჯიკა მიირთვაო და. აჰა, ძალიან კარგი და ახალგაზრდობაში აი სპორტული აი სპორტის პერიოდში თუ სვამდით ხოლმე. აი თუნდაც 13 მაისი გამარჯვების. ეგ მინდოდა მეკითხა, როგორ აღნიშნეთ ეგ? ხო, რომ მოვიტყულო ესე იგი რომ რაღაცა სასწაული ესე იგი იყო მომენტები, უნდა სპორტსმენი რო ხარ, ორგანიზმი ფიტება და ეს აუცილებელია სითხე რა. ხო, მაგრამ ჩვენ მაშინ მიღებული იყო უფრო ლუდი რა. ლუდი იყო მიღებული და ლუდს მივირთმევდით რა, თამაშის მერე მე მაგალითად პრობლემა არ მქონია. 13 მაისი როგორ აღნიშნეთ? 13 მაისით როგორ ჩამოვედი თბილისიდან და 8 წელს. იმ თაშში რომ მორჩა თამაში და იქ რომელიც სასურველოს ესე იგი დირექციამ გააკეთა მაგარი ბრუმალი და იქიდან რომ დავიწყეთ დალევა შამპანურებით თვითმფრინავში და დავავსეთ ის რა ქვია ეს თასი და სულ ისე თბილისამდე უბერეთ ამ თასით რა. თამადა ვინყავდათ ხო არ იყო თამადა თუ არ იყო ეგეთი ის? თამადა არ იყო, აქ იყო, ყველა თამადები ვიყავით რა. პილოტ მარდალია საჭესთან ვარო. ღვინის შესახებ რამდენიმე კარგი ამბავი გვაქვს. ესე იგი, ქვევრი თურმე ყველაზე ძველი ქვევრი სოფლიოს მასშტაბით აღმოჩენილია საქართველოში. ნუ სხვადასხვა ქვეყნებშიც არის ქვევრის კულტურა, მაგრამ ძირითადად საქართველოში. ცარიელი იყო? ხო, ცარიელი იყო, იმიტომ რომ ქართული ღვინოს არ დატოვებდა ქვევში. ამოგება შეიძლება თქო. კი ბატონო და ეს კიდევ ერთხელ უსვამს იმ ისტორიულ ფაქტს ხაზს, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო. და უნიკალური გვაქვს ქვევრის ღვინოა ზუსტად ჩვენთვის ყველაზე უნიკალური და ძალიან მაგარი. ოღონდ იმერელი ბაბუაჩი. იმერე ჭუჭური. უბისელი ვარ მე ბატონო. ჩვენ ჭურს ვაძახეთ. ჭური მოვხადოთ. ხო, ჭური. იმერლები. ეხლა აი იმერეთში ვარ, მაგარ მეგობრმა დამბადეჟა რა. ხო და ეს სასაბოჯ რაიონია. ხო და თურმე ესე არის 2 ჭური რა. ერთი დიდია, ერთი პატარა. სტოვადობით რა. და აქედან გამომთხილებ ჯემა თუ ისე იგიო დიდი მოგიხადენო ის არ დალიო ისე გაკეთებული იქნებაო და თუ პატარაო ესე ნაღდი ნატურალურიაო და ჩავედი და მართლა ეს ისე იმათი გაამართა თქვენო მე და რამაზი შენგელია ვართ რა და ჭურზე მოვიდე ჭურზე გაშალენ ესე ბრმალი და ეხლა ამხელა ფეხბურთელები ამხელა არ დაიწყო დიდის მოხდა დიდი ჭურის დიდი მაინც მოახტევინე ჭური ვაწვალე და დავახურიე ხო და მეთქი არა ეს ერთი აქედან ერთი მე ამას მეთქი ხო და მე ეს პატარა ჭურს მე დავადებ თუ მე ზუსტი ყოფილა რაც მითხრენ გაამართა რა დედას გეფიცეი ბაბუაჩემსაც ეგ პატარა ჭურში ქონა ხოლმე ის ხო მართალი ეგა დედას გეფიცეი არა ეგ ჩემ მე გადახტა ეგა რა ბაბუაჩემს ეგრე ქონა ყოველ შემთხვევაში თქვენც აგერ ერთ-ერთი დავაჯინია რა რადო წითელი ღვინო თან წამაც რო ეძახიან ისეთი ღვინო მოვართვით ბატონო იქით გოლი გავიდა აჰა ბევრი გოლი აქაურებს და ქართულ ფეხბურთელებს წითელ ღვინოს როგორც სპეციალისტები ავენ წითელ ღვინოს ქონია განსაკუთრებული თვისება გემოს შეცვლის ორგანიზმისთვისაც მისწრება ზომიერი რა თქმა უნდა 2 ჯიგა ალბათ სიზარღვებს იმაშოა რა იქიდან მოიცავ ბოლომდე გემოს იცვლის და ზოგიერთი ჯიში ყოფილა ყურძნის წითელი ყურძნის ღვინოს რო წურავ დაახლოებით 20-30 წელიც კი შეიძლება თორმე დაჭირდეს რომ ის იდეალური გემო მიიღოს რაც არის საუკეთესო. მოიცავ ღვინო რაც მეტ დიდხან არის ესე შეშენახული უფრო მეტი გემრიელი გამო. გააჩნია როგორ შეინახავ. ხო, ალბათ იქიდან გამომდინარე რომ პირველი ღვინო საქართველოში ან ღვინის სამშობლო ვართ, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ქართულ ენაში არის ყველაზე მეც ვაყენებ ღვინოს. და ღვინოს. აი მას ხარჭითებს კი? ყველაზე მაგარია. მე მაგალითად ბოლო 4 წელი არის ეხლა 2 წელი რაც ოპერაცია გაგვიდება ისე არ დამიწურია მე
ხო და ნუ ეს ჩემი დავდიოდი რა. დიდი ჭური გაქვს თუ პატარა? დაჭურა ბოცებში. რა ზურმე სოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი აღნიშნული სიტყვა ღვინის და ყურძნის დაახლოებით 500 სიტყვა გვაქვს ქართველი სოფლიო მასშტაბით. ენაში ყველაზე მეტი აღნიშნული სიტყვა ღვინოსთან დაკავშირებული ქონია ქართველი. ჩვენზე დიდ ჩვენზე საუკეთესო ღვინო არ არსებობს რა. აბსოლუტურად გეთანხმები. როგორ ქვეყანა რამდენი ქვეყანაც მომივლია, ამაზე მაგარი ღვინო, როგორც ქართული ღვინო. კი, მაგარი ღვინო გვაქვს. კიდევ ვიტყვიოთ, რომ ღვინის კეთება არის გინა ბიზნესი ერქვას და გინა საკუთარ სახლში რომ ღვინოს დააყენებ, კეთილშობილური საქმეა ჩემთვის პირადად.